უკრაინელი მოსწავლეები ლოპოტას საზაფხულო ბანაკში 30 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით აქ ბავშვების ორმა ნაკადმა დაისვენა, რომელთა შორის უკრაინის სამხედრო ძალების მოსამსახურეთა და ომში დაღუპულ მებრძოლთა შვილები იყვნენ. მოსწავლეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ გიორგი კახიანთან ერთად შეხვდა. ისინი ბავშვებს გაესაუბრნენ და ვახშამზე უმასპინძლეს. უკრაინელი მოსწავლეები 2 კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. მთავრობის გადაწყვეტილებით და კონკრეტული სამინისტროების ჩართულობით ხორციელდება უკრაინელი ჯარისკაცების შვილების მოწვევა საქართველოში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მორალური მხარდაჭერა გამოუავლინოთ ჩვენი უკრაინელი თანამოძმეების მიმართ, განსაკუთრებით მომავალი მოზარდი თაობის მიმართ და შევუქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ნაწილობრივ მაინც იმ სტრესს და იმ დაძაბულობას შეუმსუბუქებს. 600-მდე ბავშვმა ისარგებლა ამ შეთავაზებით, რასაც ქართული მხარე აკეთებს უკრაინელი ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ჟესტი ერთგვარად იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ომისგან მიღებული ტრამვით არიან და რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რომ ზაფხულის დღეები გაატარონ მშვიდ გარემოში საქართველოში და მიიღონ ის სითბო, რაც მათ ძალიან ჭირდებათ ომის პირობებში. მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ვიმყოფებით. აქ არაჩვეულებრივი გარემოა. მასპინძელთა მხრიდან ყოველი ფეხის ნაბიჯზე განსაკუთრებული ყურადღება ეკუთვნოდა. გართობისა და დასვენებისთვისაც იდეალური პირობებია შექმნილი, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.